თავი მე-11. როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთ-ბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, წარგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინ არის. როგორც კი შიგ შეხვალთ, მაშინვე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ შემჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ. თუ ვინმე მგითხრათ ამას რა შვებითო, უთხარით, რომ უფალს სჭირდება და უმალ დაგიბრუნებს თქო. წავიდნენ, იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი და აუშვეს იგი. იქ მდგომთაგან ზოგიერთმა უთხრა მათ: რა შვებით, რატომ უშვებთ ჩოჩორს? მათ უთხრეს: როგორც იესომ დაარიგა და ისინიც მოეშვნენ. მიგვარეს ჩოჩორი იესოს. ზედ თავიანთი ტანისამოსი დაუფინეს და შეჯდა მასზე. ბევრმა დაუფინა გზაზე მას თავისი ტანისამოსი. ზოგმა კი მინდორში მოჭრილი ტოტები. წინ მიმავალნი და უკან მიმყოლნი ძღაღადებდნენ: ოსანა, კურთხეულარს უფლის სახელით მომავალი. კურთხეულარს ჩვენი მამის დავითის მომავალი სამეფო. ოსანა მაღალთაშინა. შევიდა იესო იერუსალიმში, მის ტაძარში და დაათვალიერა ყველაფერი. უკვე გვიანი იყო და იმ 12-თან ერთად გაემართა ბეთანიისაკენ. მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გამოვიდნენ, მოშივდა. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე. წავიდა ვინძლოზე დრამე ვიპოვო, რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი, ვინაიდან არ იყო ლეღვობის დრო. უთხრა მას: ნუ ღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა. მივიდნენ იერუსალიმში. შევიდა ტაძარში იესო და დაიწყო ტაძარში გამყიდველთა და მყიდველთა გამორეკვა. მეკერმეთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები ააყირავა. არანებებდა რაიმე საგნის გატან-გამოტანას ტაძარში. ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: არ წერია, ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისთვისო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნა გადააქციეთ. გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ცდილობდნენ როგორმე დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელი ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით. და მოსაღამოვდა, როცა გავიდნენ ქალაქიდან. დილით რომ ჩაიარეს, დაინახეს, რომ ლეღვი ფესვებამდე გამხმარიყო. გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი, აჰა ის ლეღვი შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. პასუხად უთხრა მათ იესომ: იქონიეთ ღვთისრწმენა, ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ ისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. ამიტომ გეუბნებით, ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და მოგეცემათ. როცა დგახართ და ლოცულობთ, მიუტევეთ თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ძეცაში მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ, არც თქვენი მამა, რომელიც ძეცაშია, არ მოგიტევებთ თქვენ შეცოდებებს. კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა იგი ტაძარში მიმოდიოდა, მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი მივიდნენ მასთან. უთხრეს მას: რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება? ხოლო იესომ უთხრა მათ: მეც გკითხავთ ერთ სიტყვას, მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას. იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ კაცთაგან? აბა მიპასუხეთ. ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ. თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, გვეტყვის, მაშინ რაღაცომ არ იწამეთო მისი? ხოლო თუ იტყოდნენ კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას მიაჩნდა, რომ იოანე ნამდვილად წინასწარმეტყველი იყო. და უთხრეს იესოს პასუხად: არ ვიცით. იესომაც უთხრა მათ: არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.